თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 12 პირის აბონ ავერიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილის, ბექა ქელეხსაშვილის, ნანა სანდერის, მამუკა ლაბუჩიძის, გიორგი მულაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ავთანდილ სურმანიძის, ანტონ უპერისა და თემურ ქურციკიძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პროცესზე ჩვენება მოწმე პოლიციელმა ლაშა ჯუღელმა მისცა. ჯუღელი მთავარი სამმართველოს უფროსია ვაკე საბურთალოს განყოფილებიდან, რომელსაც 150 კაცი ჰყავდა დაქვემდებარებაში. ის პროცესზე ამტკიცებდა, რომ დაახლოებით 15 ადამიანი ურტყამდა და ყველაზე მეტი დაზიანება თავის არეში მიიღო. თუმცა არც მუშაობა შეუწყვეტია და არც სამედიცინო დახმარების მისაღებად მიუმართავს, რადგან მისივე თქმით, მან ეს საჭიროდ არ ჩათვალა. პოლიციელის ნათქვამს მარიამ მეყანწიშვილის რეპლიკა მოჰყვა. მან მოწმეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები გაახსენა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია. სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა სასამართლო პროცესზე ხმაური, რის შემდეგაც მარიამ მეყანწიშვილმა დარბაზი დატოვა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბებია გარდაეცვალა და მოსამართლეს დაკრძალვაზე დასწრების ნებართვა სთხოვა. მოსამართლემ განუმარტა, რომ სასამართლო ამ საკითხში ვერ ჩაერევა. ნანა სანდერმა ასევე თქვა, რომ მან გუშინვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს განცხადებით, რათა დაკრძალვაზე გასვლის უფლება დართონ. მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ კანონის თანახმად ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დასატოვებლად საქმის პროკურორის ან გამომძიებლის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. რუსულ ვაჭრობრივმა რეჟიმმა მოხდა საშუალება შემდგენითა გამეყარებინა სიცოცხლის უკანასკნელი ძნელი და რამდენიმე საათი. დევიაცემ საკუთარ თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ ადამიანებად და მომხდეთ საშუალება უკანასკნელ გზაზე დევიაცემი თავი. ის დანაოჭებულ ნოქტესთან მომეცით ეს შესაძლებლობა. მე ვარ დანაშაულო პოლიტიკანი და ეს ყველა თქვენ იცით, პროკურატურაც იცით, რადგან ჩემს საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ საჯარო პოსტებია, რომელიც არანაირ დანაშაულებრივ ქმედებას და არ შეიცავს. ბრალდებულთა ნაწილს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ნაწილს კი ჯგუფური მოქმედების, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაკავებულთაგანაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას გირაუ აქვს შეფარდებული. ანტონ უპერი კი მიმალვაშია, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.